მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის სკოლა თაობის პოდკასტი მეტი. დღეს გვინდა ვისაუბროთ შემდეგ თემაზე. შეგახსენებთ, რომ წინა ეპიზოდებში ჩვენ ვისაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ ძველი პედაგოგიკა რატო არ მუშაობს. ასევე ვისაუბრეთ მეორე ეპიზოდში, როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი და უნდა წარმოვიდგინოთ თითქოს სახელმძღვანელო წიგნი არ გვაქვს. და დღეს გვინდა გავაგრძელოთ ეს საკითხი ლოგიკურად და ვისაუბროთ სასწავლო პროცესზე. თვითონ სასწავლო პროცესი როგორ ხორციელდება, რა არის აქ მნიშვნელოვანი, როგორ აისახება ეს ჩვენი იდეები რეალურ საგაკვეთილო პროცესში, როგორ კონვერტირდება ეს შეფასების სისტემაში და მოკლედ მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივა. თქვენთან ერთად არის თორნიკე ზაქარაძე, ირაკლი მიქელაძე. დავიწყოთ, ხო? კი, დავიწყოთ. თორნიკე, მაინტერესებს ეს კონსტრუქტივიზმის მეთოდი, ცნებების პედაგოგიკა, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და აქცენტს ვაკეთებთ, როგორ კონვერტირდება სასწავლო პროცესში. ბევრს გამსმენია, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს, ძალიან საინტერესოა, თუმცა რამდენად რეალური ამის განხორციელება სასწავლო პროცესში და რეალურ საგაკვეთილო პროცესში როგორ ხდება ეს ყველაფრის განხორციელება. კი, ეს სკეპტიციზმი, რომ ეს ზოგადი კონკრეტულად როგორ ხორციელდება, ნამდვილად არის და ლოგიკურიცაა, თუმცა პასუხი საკმაოდ მარტივია. ხორციელდება თუკი საგაკვეთილო და სასწავლო პროცესი გამომდინარეობს მიზნიდან დავალებებს ვქნით და შემოქმედებით დავალებაზე, შემოქმედებით ტიპის პროექტულ დავალება თუკი გვაქვს სწავლების მეთოდად არჩეული, ეს საგაკვეთილო პროცესი საკმაოდ მარტივად ხორციელდება და მოსწავლეზე მეტად ორიენტირებულად და მასწავლებელსაც გასძლებით მარტივად. ან კონკრეტულად როგორ თუკი ჩვენ განსაზღვრავთ თუკი გრძელვადიანი მიზნების სტრუქტურა ნათლად გვაქვს გონებაში ჩამოყალიბებული და ამის ჩამოყალიბება საკმაოდ მარტივია და ამის შესაბამისად გეგმავთ როგორც წინა ის რომ ის ვქნათ უცებ ხო, აი რაღაცა შუალედურ მიზანს, რომელიც არის რომელზე მუშაობაც გრძელდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში. ამას შემდგომ საგაკვეთილო პროცესში, რა ვიცი, ძალიან მარტივად ჩემი აზრით ვიწყებთ შემდეგნაირად. პირველ რიგში აუცილებელი პირობა რაც არის, რომ ჩემი აზრით და ალბათ ამეთანხმები და ვიცი რომ მეთანხმები, მოსწავლეებთან ერთად დავანუსებთ, გავაცნობთ რა არის, აი რაზე გვექნება მუშაობა. რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შეიძლება იყოს 5, 7, 10, 15 გაკვეთილი. მოკლედ აი წინასწარ ვაცნობთ მოსწავლეებს, უანუსებთ, აი ამაზე ვიმუშავებთ. აი ეს იქნება ჩვენი რაღაც. ეგ საჭიროა ალბათ იმისათვის, რომ ბავშვმა იცოდეს თითოეულ გაკვეთილი რისთვის იქნება მიმართული, რატო აკეთებენ, ასაც აკეთებენ და ანუ ნათელია ესე თქო გზა. ხო, დაკუცმაცებული აღქმა რო არ გქონდეს ბავშვს, ზოგადად რაღაც აღქმა რო გქონდეს ბავშვს პროცესის და ეს რაღაც აღქმა არ იყოს დაკუცმაცებული აღქმა, არამედ იყოს მთლიანობითი აღქმა, ესე იგი მოსწავლის გონებაში და მასწავლებლისას ერთგვარი შეთანხმების შემდგომ ნათელი ხდება, რომ ეს პროცესი, რომელშიც მასწავლებელი, ასე ვთქვათ, მიწევს მე, რომელზეც მოგვიწევს, ვთქვათ, საგაკვეთილო გაკვეთილებზე, ან არა გაკვეთილებზე, რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში, მუშაობა რაღაც კონკრეტულისკენ მიემართება და ამისათვის რა აქტივობებსაც ვაკეთებთ გაკვეთილზე, რასაც გავაკეთებთ, რა რესურსსაც მასწავლებელი გამოიყენებს, აი ეს ბავშვის სახელით ვარ ვიხარ. ბავშვისთვის ნათელი ხდება, ეს რატო არის, რატო გეთდება. შესაბამისად, აი უკვე განხორციელების, აი ეს საწყისი ათulis წერტილი ეს არის განხორციელებისთვის. მერე უკვე ადვილი ხდება მუშაობა. აი ეს მერე ადვილის რო ვამბობთ, აი ეს მერე ადვილი რა არის სინამდვილეში? ეს საგაკვეთილო პროცესი როგორ მიმდინარეობს, რა რესურსები, რა მეთოდები, როგორ კი, გასაგებია, რა რესურსები, რა მეთოდები და როგორ ხდება? ლექციებით ხდება თუ ისე მუშაობა? ნუ ლექციას შევთანხმდით რომ არ მუშაობს ლექცია. ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს ახსნა, ხო? ახსნა კი, მაგრამ ძირითადად ინფორმაცია გადავცეთ და აბა ბავშვებო დაიმახსოვრეთ რომ მე უკან დამიბრუნოთ, ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი, რომ ეს არ მუშაობს კიდევ ერთხელ ხას გავუსვამთ, ხო? აბა რა მუშაობს? ხო. და როდესაც წინასწარ თემა და პროექტული შემოქმედებით დავალების პირობა არის მოსწავლისთვის ნათელი და საინტერესო ნაცნობი, აქედან იწყება მუშაობა, როგორ წინასწარ მაქვს განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები, ხო, რომელზე ორიენტირებითაც იქნება საგაკვეთილო პროცესი წარმართული. ხო, აი რა უნდა შეძლოს ბავშვმა, როგორ უნდა დაამტკიცოს თავისი ცოდნა შესწავლის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესაბამისად მაქვს რესურსები მობილიზებული. რესურსები მაგალითად, ჩემი კონკრეტული მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რა არის, თქვათ, შეფასების კრიტერიუმი რა შეიძლება იყოს, რომ თქვათ შეეძლოს მაგალითად
ისტორია რო ავიღოთ და ვთქვათ ბრინჯაოს ხანა რაღაც კონკრეტული წყაროს სანდოობაზე ან არასანდოობაზე აქვს მასწავლებლებს განსაზღვრული ვთქვათ აი ბავშვმა დაადგინოს იმიტომ რომ ისტორიაში ერთ-ერთი ცნება არის წყარო ბავშვმა უნდა იცოდეს რომელი წყაროა სანდო და რომელი არასანდო მაგალითად ხო გარჩევა შეეძლოს და მახასიათებლების ამოცნობა და ეს ხო არის მასწავლებლების ვთქვათ მიზანი აი მაგალითად ბრინჯაოს ხანასთან დაკავშირებით რომელიც არის ჩვენი თემა რომელიც სხვადასხვა საკითხს გავივლით ხო რაღაცა ყვარარაქსის კულტურა თუ რაღაც საკითხებზე ვამუშავებთ ბავშვებს ხო აი ამასთან დაკავშირებით თუ კი შეფასების კრიტერიუმი არის რომ ბავშვს უნდა შეეძლოს თქვათ იმ კონკრეტული წყაროების ამოცნობა და მის სანდოობის ინტერპრეტირება მასზე მსჯელობა მასწავლებლის რესურსები ხო ექნება საგაკეთო პროცესში მაგის მიხედვით მობილიზებული ხო რა უნდა მქონდეს რესურსი ეს უნდა მქონდეს სხვადასხვა წყაროებს თქვათ ვაძლევთ ბავშვებს ვაკითხებთ ამუშავებენ საგაკეთო პროცესში ორიენტირებულად იმიტომ მათაც იციან რომ წყაროს ამოცნობა არის ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა იმიტომ რომ მათ დავალების შექმნა რაც მოუწევს აი წყაროზე იქნება დაფუძნებული ხდები ხო ან წყაროზე ანუ მარტივად რო ვთქვათ მაქსიმალურად ადგილზე ვიმუშაოთ ხო ადგილზე ვამუშავებთ ბავშვებს ჩვენი აი შეფასების ეს ვთქვათ მიზნიდან გამომდინარე მობილიზებული რესურსებით ხო თუ კი მე ვიცი მასწავლებელი მაგრამ ჩემი მიზანი არის რომ მოსწავლემ შეძლოს მაგალითად ამ თემაში მაგალითად ან ბრინჯაოს ხანაში წყაროს ინტერპრეტირება კონკრეტულ წყაროებთან დაკავშირებით აი იმ დროს რა წყაროებიც იყო შემოქვს ბავშვებთან წყაროები ვთქვათ სხვადასხვა რაღაც ვაჩვენებ რომელიც ამ წყაროებს უკავშირდება და მათთან ერთად სასწავლო პროცესში აღმოვაჩენენ მათაც აღმოვაჩენენ რომელი წყარო შეიძლება იყოს სანდო რომელი არა რომელ სანდო წყაროს რა არსებითი მახასიათებლები აქვს და არასანდო წყაროს რა ხო მახასიათებლები ანუ სასწავლო პროცესში ეს ხდება ანუ ეს ოღონდ საგაკვეთილო პროცესში ხდება ეს და არა რაც სახში გავატანებ მან კიდე მე დავაკვირდი ხა გაკვეთილებზე ხოლმე ძალიან ასე ვთქვათ კარგად ვიყენებ აი ამ ხრიქს რომ თავიდან ვიწყებ რაღაც საკითხის პროვოცირებით ესეთი ინტერესის გაღვიძებაზე როცა უკვე აი ბავშვები აინთებიან და მე უკვე ნელა ვაპარებ იმ რესურს იმ მასალას თუნდაც წყაროებს რომლებიც ვთქვათ დაეხმარება მათ პასუხების ძიებაში ესეც კარგი მეთოდი არის კი ძალიან ან მათთვის ბავშვებისთვის რაღაც ნაცნობიდან რომ უნდა დავიწყოთ ეს არის ყოველთვის ამოსავალი წერტილი ბავშვისთვის ნაცნობი წესით და რიგით ნუ ხა თემა თუ არ არის ისეთი ტიპის დავალება უნდა მოვიფიქროთ შუალედური მიზნისთვის რომელიც ბავშვისთვის ნაცნობი იქნება და ასევე აი საწყისი წერტილის რა თქმა უნდა რაღაც ნაცნობიდან უნდა დავიწყოთ თქვა წყაროზე გვაქვს საუბარი ახლა მაგალითად რადგან წყაროზე რატომაც ისტორიას და ცნება წყაროზე კონცენტრირებით შეიძლება ესეთი ტიპის აქტივობა სახალისო საგაკვეთილო მაგით დაიწყო რომ თქვა რაღაცა ჭორი რამდენად შეიძლება იყოს წყარო ხო ან რაღაცების გავრცელება და ძალიან კარგად მუშაობს თუ დაამთხვია რაღაცნაირად თემატოდ აი არსებული მიმდინარე მოვლენას თან თუ დააკავშირებ ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვიძახით რომ ბავშვისთვის ნაცნობი უნდა კონტექსტი უნდა იყოს ბავშვისთვის ყოველდღიურობასთან დაკავშირება უნდა შეეძლოს და თუ არის ისე თქვა შემთხვევა რაღაცა საერთაშორისო ან ქართულ საინფორმაციო ველზე რაღაც ინფორმაცია ძალიან კარგია რომ თვითონ ბავშვებიც კი ხოლმე ელოდებიან რომ აი ეს საკითხის განხილვა დაიწყონ ეს კარგი ფანდივით არის რომ ეს აი ამით შემოიტყო ბავშვი რაღაც საინტერესო აქტივობაში და დისკუსიაში კი აუცილებლად ნაცნობიდან უნდა დავიწყოთ რაც უფრო ნაცნობი იქნება მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ათვლის ერთილი ნაცნობიდან უნდა იყოს მით უფრო მარტივად შეიძენენ შემდეგ ცოდნას და ცოდნა რაღაც უცნობია რომელიც მე მათთვის ნაცნობი გახდება ეს ყოველთვის ასეა და აუცილებელი პირობაა ნამდვილად კი აი დასაწყისში ეს ვთქვათ გართულება საქმის და რთული რაღაცეებით ახსნით ბავშვებზე ახალი საკითხის გაცნობის დაწყება თავისთავად შეცდომა და არასწორია იმიტომ რომ უფრო მეტად დისტანცირდება ბავშვი იმისგან დიდწილად ვიდრე ინტერესი აენთება ხო რაღაც საკითხს კი ეგ ხო ჩვენ სულ გვინდა რაღაც უცებ ბავშვისგან რაღაც გრანდიოზული იდეები და მსჯელობის უნარები მივიღოთ თუმცა მგონი ისეთი არის ისეთი ცუნება ცუდი და არასწორი ამიტომ მგონი უნდა შევიკავოთ თავი და ავაგოთ აი მარტივიდან რომ თვითონ ბავშვებმა შეძლონ თვითონ მივიდნენ რაღაც პასუხებამდე თვითონ ააგონეს ცოდნა კონსტრუქტივიზმის მაგას გულისხმობს ახლა მაგას ხშირად ვსაუბრობთ რომ ბავშვმა დააშენოს თავის წინარე ცოდნაზე რაღაცა და აი თვითონ მივიდნენ პასუხამდე ხო ეს ძალიან მომწონს ეგ იდეა იმიტომ რომ ბავშვები თუ თვითონ მივლენ რაღაც აზრამდე ყოველთვის ხანგრძლივად დარჩებათ მეხსიერებაში იმიტომ რომ სულ ხშირად გაკვეთილის ბოლოს შეჯამება რომ შეჯამებას რომ ვაკეთებთ რომ აი ბავშვი დღეს სადამდე მივედით აი რა აზრამდე მივედით რომ ეს იგზნო რომ ეს თვითონ მივიდნენ და არავის გადაცემული აზრი არ არის არავის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის თვითონ მივიდნენ რაღაცამდე და
თითქოს და მე შემდგომ ელოდებიან კიდევ გააგრძელონ აი მძიების პროცესი. კი, ეგ ნამდვილად ეგრეა. ახლა რასაც საუბრობდი, ეს არის ეგრეთ წოდებული განმავითარებელი შეფასების პროცესი, ესე იგი სწავლება და სწავლა და განმავითარებელი შეფასება ერთ და იგივე არის, იმიტომ რომ ის როცა ბავშვი საკუთარ თავს აფასებს, ეს ერთ-ერთი კომპონენტი, ანუ სადამდე მივედი, რა არ ვიცოდი და ეხლა რა გავიგე, როგორ მივედი ამ ცოდნამდე, ხო, ეს ხდება უშუალოდ დიალოგის პროცესში, ხო, საგაკვეთილო პროცესში, თქვათ საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას და ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე თვითონ უფიქრდება, ბავშვები თვითონ უფიქრდებიან, რა ცოდნამდე, რა აღმოჩენამდე მივიდნენ და როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სწავლების, ხო. ჩვენ ხშირად კურიკულუმში გვაქვს ესეთი მეთოდი აქტივობა, დისკუსია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვის დისკუსიაში ჩართვა. რას ფიქრობ დისკუსიაზე, რა არის აქ რთული, რამდენად რეალურად ვიყენებთ აი ამ აქტივობას ქმედითად და ზოგადად რა უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა მასწავლებელმა დისკუსიის დაგეგმვისთვის. ხო, მე მგონია რომ სწავლების და დისკუსია როგორც საგაკვეთილო პროცესის დისკუსიით წარმართვა პრინციპში ერთადერთი მეთოდი და მოდელი მგონია როგორც უნდა წარიმართოს საგაკვეთილო პროცესი. თუმცა ჩვენ თუ დავსვათ შეკითხვას რა განაპირობებს აი დისკუსია, რას გულისხმობთ დისკუსიაში და როგორი შეიძლება იყოს დისკუსია და რას უნდა ეფუძნებოდეს დისკუსია, ხო, აი აქ უკვე სირთულეები შემოდის. დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს და ეფუძნება წესით და რიგით. აი რაღაც კონკრეტული საკითხის გააზრებას, კონკრეტული საკითხის ირგვლივ გვაქვს დისკუსია, რომელზეც ჩვენ ხარისხენად რომ წარმართოთ დისკუსია გვჭირდება გარკვეული რესურსების მასალის დამუშავება, ხო? უბრალოდ ამ რესურსების და მასალების დამუშავების პროცესით შეიძლება დისკუსია დააქციო, იმიტომ და ძალიან მარტივად ესეც მაგალითად თუ ჩვენ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებთან ერთად მოსწავლეები იაზრებენ რაღაცა აქტივობებით, დავალებებით, თქვათ ზოგი მასალა რაღაცას კითხულობს და ამუშავებს, მეორე თქვათ რაღაცას ამუშავებს ასევე, ხო? ან ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად, ან წყვილებში არსებით მნიშვნელობა რა. აი ამ გაგება გააზრების დამუშავების პროცესშიც, აი ვინ რას აკეთებს მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვით, შემდეგ მოსწავლის პასუხით, შემდეგ სხვა მოსწავლის მე ცოტა სხვანაირად ვხედავ, ესეც უკვე დისკუსიის საგანი. ოღონდ აქ ნახეთ მკვეთრად არის გააზრებული რაკურსი, რასაც დისკუსია ეფუძნება, აი კონკრეტულს ვამუშავებთ რაღაც სხვა მეთოდს წყაროს სანდოობას. ხო, ზოგადად დისკუსია არ ნიშნავს რაღაც ფოტოში ჭორაობას გაკვეთილს, ხო, ეს განსხვავება, დისკუსია არის სოკრატე რასაც მიმართავდა, ხო, დროში გამოცდილი ყველაზე კარგი მეთოდი თუ მოდელი, რომლითაც ცოდნის აგება ხორციელდება, იმიტომ რომ ერთმანეთისგან ვსწავლობთ. უბრალოდ დისკუსიის წარმოების დროს უნდა იყოს გააზრებული რაკურსი, რაზეც ვაწარმოებთ დისკუსიას და რა რესურსების და მასალის დამუშავების პროცესში ვაწარმოებთ ამ დისკუსიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, თორე ახლა დისკუსია ისე რომ ვთქვათ, მოდი აბა ვიდისკუსიოთ რაღაც კავშირებით. ხშირად გამიგია სკეპტიკური დამოკიდებულება დისკუსიის მიმართ, იმიტომ რომ თუნდაც მშობელსაც და ესე ვთქვათ, ავტორიტეტულ მასწავლებლებს დისკუსია გონიათ რაღაც დროის ფუჭი კარგვა, როდესაც უბრალოდ რაღაცაზე საუბარი მიდის, არაფრის მომცემი. და მანდ ზოგადად მაგია არის, რომ თუ დისკუსიას ჩვენ დისკუსიის წესებს დავიცავთ, რომელიც როგორც მეთოდე სწავლების გამოიყენება, კონკრეტულ საკითხს მიემართება და კონკრეტულ საკითხის აგებას, ან კონსტრუქტივის მიემართება, ეს არის ძალიან ქმედითი და მუშა მეთოდი. მით უმეტეს ბავშვი ამ დროს ეჩვევა თავისი შეხედულების აზრის ჩამოყალიბებას, ბავშვები ივითარებენ ერთმანეთის მოსმენის კულტურას, ესეც მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად ბავშვებს უყვართ ხოლმე დისკუსია, მაგრამ დისკუსია გონიათ ყველა რო ერთად საუბროს, ხო? რაც ესეთია. ეს დასრულებსაც არ გამოსდის. კი, ეს დასრულებსაც არ გამოსდის და ეს ბევრ უნარსაც ავითარებს გარდა ცოდნის აგებისა, ხო? კი, ურთიერთდაკავშირებულია ნამდვილად. კი. ყველა უნარს ავითარებს ერთდროულად სინამდვილეში სასწავლო პროცესის მოსწავლეების და დისკუსიის მეთოდით თუ ფორმატით წარმართვა, ოღონდ მოსწავლეებისთვის საინტერესო კონტექსტების შემოტანით და კონკრეტულად გააზრებული რაკურსით, აი რაზეც უნდა შევიძინოთ ცოდნა, აი რა ცოდნასაც ვიძინოთ, ეს რამდენიმე კომპონენტია, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს და არც ისე რთულია მე მგონი მაგის დაკმაყოფილება, თუ კი მასწავლებელს
და სკოლას, ან რა ვიცი რაღაცა საგნობრივი ჯგუფს, რომელიც მუშაობს კონკრეტული საგნის განვითარებაზე სკოლაში, სუსტად აქვს გააზრებული რა კურსი თუ რა ცოდნა უნდა შეიძლება ბავშვთან აგრესიული მიზნები თუ სწორად გვაქვს განსაზღვრული, საკმაოდ მარტივია შემდგომ აი ამ მიზნებიდან გამომდინარე რესურსის მობილიზება და დისკუსიის ფორმატში ამის. კი, მით უმეტეს თუ ჩვენ ყოველ თემის შიგნით შემოქმნით დავალებაზე გვაქვს შუალედური მიზნები დასახული, იგივე შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც არის, აი რა გვინდა და ძალიან მარტივია მასწავლებლის ორიენტირია. აი ვიცი რომ აი ამ თემაში, აი ამ შუალედურ მიზანში მაქვს თქო სამი შუალედური მიზანი. მოსწავლემ შეძლოს ეს, შეძლოს ეს. მე მარტივია ხო აი ეს რომ შევძლოთ, მოდი რა მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ, რა რესურსი შეიძლება გამოგვადგეს და რა აქტივობა, ხო? თუ თქო არ ვერ მივედით, კარგი საშუალება კიდევ სხვა ცდელობა გქონდეს. ხო აი მან კიდე რა არის ისე ახლა ვფიქრობდი და მგონი რამოდენიმე დღის წინ გიზიარებდი აი ამ აზრს რომ რამდენად ჩქარობთ ხოლმე ჩვენ მასშტაბლებიც, მშობლებიც, ზოგადად განათლების სისტემა როგორ გვიდა სწრაფად მალე ესეთი შედეგები და ძალიან ვფიქრობდი ამაზე რომ ეს ცოტა ხანი რომ მოვითმინოთ ხოლმე და ცოტა ტემპი რომ შევანელოთ რა კარგ შედეგებზე გავალთ ხოლმე. იმიტომ რომ ეს თვითონაც მემართება ხოლმე რა, რომ მაქვს რაღაც დასახული შუალედური მიზანი, რაღაც საინტერესო აქტივობა და რაღაცები, ისედაც მეჩქარება აქამდე მისასვლელად, რომ რაღაცები გამომჩება ხოლმე. შევთავს შევხვდები, მოდი დავშვიდეთ ნელი და ყოველთვის ეს ნელი კი არა, ესე ვთქვათ, როცა ვაცდით ერთმანეთს, მასწავლებელი ბავშვებს, ბავშვი მასწავლებელს, უფრო კარგ შედეგებზე გავდივართ ხოლმე. და შენამოვდი რაღაცა კვლევა არსებობს, რომ რაღაც 2 წამით მეტი რომ ისეს მასწავლებელმა ბავშვს პასუხის გასაცემად უკეთეს შედეგები გაცილებით უკეთეს შედეგი. ხო, ცნობილი კვლევა. ხო, შეიძლება გითხრა მაგ კვლევის შესახებ. ხო, დეტალურად განხილვით ვერ გამიხსოვთ, მაგრამ ნუ ფაქტი ისა შედეგი ისა, რომ როგორც კვლევამ დაადასტურა, საქართველოს კვლევა არ არის რაღაც საერთაშორისო. თუ კი როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს წამიდა რაღაც აი წამნახევრით აი 2 წამით მეტ დროს აძლევს პასუხის გასაცემად, ანუ აი რაღაც შეეკითხა ხო აი რაღაც იკითხა მასწავლებელმა. აი 2 წამით მეტი რო ადროს მასწავლებელმა, როგორც 2 წამ, ანუ როცა 2 წამით მეც ადროებდა ხოლმე, გაცილებით მაღალი შედეგი იყო ბავშვის მიერ აი ამ ეგრეთ წოდებული სწორი პასუხის თქმისაც და ზოგადად აზრის დაფიქსირებისას და ამ დისკუსიაში და მსჯელობაში შემოსე გაცილებით მეტი. ჩვენ როგორც წესი ვეკითხებით, მე სხვას ვეკითხებით, ანუ როგორც წესი რა ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები. და იმიტომ გვეჩხარება გაკვეთილზე ყოველთვის სადღაც. გაკვეთილზე ხო, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ეს მოკლევადიანი მიზნების დასახვაც მაგიტომ არის არასწორი ეგრეთ წოდებული გაკვეთილის მიზანი, პირველი 15 წუთის მიზანი, მესამე 12 წუთის მიზანი, ეს მაგიტომ არ არის სწორი თავის თავში, რომ აი თითქოს აი ვაქუცმაცებთ და მარტივ ინდიკატორებად ვყოფთ საგაკვეთილო პროცესსაც და სასწავლო პროცესსაც მთლიანად და როდესაც რაღაცა თქვათ აი გრძელვადიანი მიზანი გასაგებია რაც არის და ეს აი შუალედური მიზანი რაც მაქვს განსაზღვრული საინტერესო პროექტული დავალებით შემოქმედებით დავალებით სწავლებით ხო და ეს თუ გრძელდება 10 გაკვეთილის განმავლობაში გაცილებით მეტია შესაძლებლობა და შანსი მოსწავლესაც რომ საკუთარი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს და მასწავლებელსაც მეტი შესაძლებლობა აქვს რომ ეს პროცესი მიზანმიმართულად წარმართოს მოსწავლეზე ორიენტირებულად არა იმაზე რომ მე მქონდა დღეს გაკვეთილის გეგმა ეს და ეს ასე უნდა იყოს ავსებად არამედ იმაზე რომ აი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავ მაგრამ შეც ხო იცი რომ აი ზოგადად ეს მასშტაბური საკ პრობლემა არის რომ ჩვენ სინამდვილეში ჩვენ ახლა ესე ვიძახი როგორც თქვა მასწავლებელი მშობელი დასრული სინამდვილეში ბავშვს დროს არ ვაძლევთ რაღაცეების სასწავლო ანუ სუსტრაფად გვინდა რაღაცა ჩემი აზრით აი თუნდაც მასწავლებელს გათავი განებე თუნდაც ჩვენი შვილების მიმართ რო ავიღოთ ხო ეს ყველაფერი ერთ ბაშად გვინდა უსწრაფად გვინდა რა უსწრაფად განვითარდეს სწრაფად ისწავლოს მალევე იყოს ეჭკვიანი განათლებული გენიოსი წარმატებისთვის განწერული და თითქოს არ ვაცლით ბავშვს რა ეს მithumetes კიდე ეს დაგვირგვინება არის ხდება მეროვნულებით და ეს არანორმალური 10 თვიანი მარათონით რეპეტიტორების თან სირბილის და ეს მთლიანობაში ეს ვთქვათ ჰაიპივით არის რომ პირველი კლასიდან 12 კლასის ჩათვლით ბავშვი არის აი გადარბენაზე აი ცოდნის მარათონშია თითქოს და ჩამული და საბოლოო ჯამში დიდი შედეგებით არ მთავრდება ეს ყველაფერი. ხო, არა, თუ კი ესეც ხო ცნობილი ამბავია, რომ თუ კი სწავლება ვეთრად შედეგზე ორიენტირებული იქნება, თან ეს შედეგები მოკლევადიან ინდიკატორებად თუ გვექნება დაქუცმაცებული, უფრო ცუდ შედეგებს. ეგრეთ წოდებული
განვითარებადი შედეგის ცნება არსებობს, რაც სწორია. როდესაც შედეგი არის განვითარებადი, ანუ პროცესზე ორიენტირებით ხდება ვიღებულობთ შედეგს, რომელიც არ შეიძლება იყოს მოკლევადიანი და მოკლე დროში განსაზღვრული, არამედ საკმარისი დრო და საშუალება უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, რომ შესაბამისად მასწავლებელსაც რომ ცოდნა შეიძინოს და ეს უნარები გაიაქტიუროს, რომელიც ყველა ადამიანში არის ჩადებული და მე შეფასებაც ხო მაგიტო გამოდის არასწორი რაღაცა გაკვეთილი შედეგი ბავშვს აფასება რომ არ შეუძლია რაღაცეები შეუძლია. მაგრამ რო გთხოვენ ამ ხშირ შეფასებას, ყოველ დღე მინდა რა შვება ჩემი შვილი. აქ რა შვები? ხო, ის ითხოვს საზოგადოება ამას. კი, ხო, საზოგადოება ითხოვს ამას და ჩვენ ანგარიშვალდებულება გვაქვს ერთმანეთის წინაშე, მაგრამ პირველ რიგში ანგარიშვალდებულები ვართ მოსწავლეების წინაშე და ყოველდღიურად მოსწავლის შეფასება, ყოველ მეორე დღეს ბავშვის შეფასება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვს მრავალი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს, რითაც ერთ კონკრეტულ მომენტში აკეთებს რაღაცის დემონსტრირებას და მეორე მომენტში უჭირს, ხო, ეს სოციოკულტურული ფაქტორები მილიონია. Სამისად, ჩვენ შეიძლება ბავშვი ყოველ დღე შევაფასოთ, მაგრამ ყოველ დღე ბავშვის შეფასება იქნება მცდარი და მცდარი შეფასება, ანუ შეფასება ხო დასკვნარი შევაფასოთ ხო რაღაც. და ეს მცდარი შეფასება შეცდომაში შემყვანია ისევ იმისთვის, ვინც ითხოვს, რომ შეფასდეს ბავშვი მაგალითად, ხო ასეა. მე თუ დღეს შევაფასებ ბავშვი და ვთქვი, რომ აი რაღაცა შევაფასებ თქვა ყოჩაღ რაღაცა ან არა ყოჩაღ არ შეუძლია რაღაცეები ასე ვთქვია მივაწებე ეს იარლიკი დღეს და ყოველდღიურად იარლიკები მივაწებე ხო ბავშვს აი შემდგომში ხო სხვა ტიპის და იმიტომ რომ მოსწავლე შეიძლება სხვა ტიპის შეფასება იყოს მე კიდე სხვა ტიპის შეფასება იყოს და ეს ხდება ანუ შეფასება თავის ფასს და ფუნქციას კარგავს ეგეთი ტიპის შეფასება აქ არ არის საუბარი ყოველდღიურ შეფასება და სწავლებასთან შედარებით ერთი და იგივე აქ საუბარი არის ჩემი აზრით albათ მაგას არ გულისხმობდი ყოველდღიურად ბავშვთან დიალოგი ეს შეფასება არის ჩემი აზრით მე აი ისეთ შეფასებას ვკრავდება ხა კარგად აი რასმია რატო გააკეთე კარგად ეს რო არ გამოგივიდა შენი აზრით რატო არ გამოგივიდა აი ჩემი აზრით ეს უნდა გააკეთოს აი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რომლის გააზრებასაც ბავშვი ჩვენ თუ მას გვაძლევთ უნდა მივცეთ განმავითარებელი უკავშირი ყოველთვის და სისტემატურად ეს თავისთავად ეგრე სწავლის პროცესია ჩვეულებრივი ხო მან მართალი ხარ ეს წეგან ახსენე რომ ჩვენ ბავშვებსაც აი თუ აღვიქვამთ ბავშვებს როგორც პიროვნებას არა ობიექტს არამედ სუბიექტს უნდა გავითვალისწინოთ რომ აი ბავშვი ხო რობოტი არ არის აი კვირაში ორ შაბათთან პარასკევით ჩათვდეს მობილიზებული იყოს მაქსიმალურად რაღაც კონცენტრირებული შედეგის დადებაზე ხო ანუ ის რაღაცას ვიზართ ეს მარათონი არ უნდა იყოს ბავშვისთვის სწავლება ხო და ხო შეიძლება გავითვალოს რომ ბავშვი რაღაც ერთი დღე თქო განწყობაზეა რა აღლილია რაღაც გამოწვევა აქვს მით უმეტეს კარტეხის ასაკში ხო საბაზო საფეხურზე რომელსაც ძალიან შინაგან გამოწვევას ამწევს ბავშვს გამკლობა და შემოდი ახლა ყოველდღე აფასე მისი განწყობა სინამდვილეში ხო და თუ ჩვენ მოვითმეთ ცოტას ბაცდით ბავშვს და აღვიქვამთ მას როგორც ადამიანს პიროვნებას რომელსაც უნდა დავეხმაროთ განვითარებაში ალბათ აი შეფასებაზეც ნათელი იქნება პასუხი რომ რაღაც გრძელვადიანად უნდა აღვიქვათ მისი განვითარების პროცესი და არა თითოეულ გაკვეთილის ჭრილში ხო ხო თითოეულ გაკვეთილის ჭრილში შეუძლებელია თან როცა თუ საუბრობთ შეფასებაზე შეფასებას აქვს რამდენიმე კომპონენტი და ერთ-ერთი კომპონენტია მოსწავლის შეფასება ბავშვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიღწევების და გამოწვევების აღმოჩენა, ხო? ანუ ეს უნდა აღმოვაჩინოთ ჯერ მე ზუსტად უნდა აღმოვაჩინოთ. მოდი შეფასებაზე რაღაც გავჩერდით, მოდი განსაზღვროთ, რომ არსებობს ორი შეფასება, ხო? განსაზღვრელი და განმავითარებელი. ხო, ახლა განმავითარებაზე საუბრობდით, და ახლა განმავითარებელი. მოდი ჩვენს მაყურებელსაც რაღაცა განვმარტოთ მათ შორის განსხვავება რა არის და თითოეულის მიზანი რა არის. ხო, განსაზღვრელი განმავითარებელი შეფასება მიემართება პროცესს და არის ერთგვარი კომენტარი, ხო? არა მხოლოდ კომენტარი, ერთ-ერთი შემადგენელი არის კომენტარი. განმავითარებელი ხო, 4 კომპონენტს მოიცავს, მაგას დეტალურად შეიძლება ვისაუბროთ ახლა. უბრალოდ ზოგადად განმავითარებელი შეფასება მიემართება პროცესს და აფასებს მოსწავლის პროგრესს, ახდენს მოსწავლეების მიღწევების დიაგნოსტირებას, შესაძლო საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ მაგას დეტალურად შეიძლება საუბარი, ხოლო განსაზღვრელი შეფასება მიემართება სწავლის შედეგს და ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს კონკრეტულ თემასთან, საკითხთან დაკავშირებით, ხო? აი, რაშიც არის
რაშიც იწერება. საკითხზე თემაზე და არა ცნებების გააზრებაზე, ხო? მიემართება ცნებების გააზრებას, ეს თემაც საკითხიც ყველაფერი ცნებების გააზრებას მიემართება, მაგრამ ცნებების გააზრება ხო გრძელვადიანი მიზანია და იმ გრძელვადიან მიზანში აფასებს შედეგს იმ კონკრეტულ თემას. ანუ განსაზღვრული უფრო სტატიკური შეფასება შეიძლება ითქვას, ხო და დინამიკურია განმავითარებელი. ხო, განმავითარებელი დინამიკურია, განსაზღვრული სტატიკურია, განმავითარებელთან სწორი სიტყვა პროცესი, განსაზღვრულთან ერთადერთი სიტყვა რაც უნდა ვთქვათ არის შედეგი. განსაზღვრული შეფასება ადგენს შედეგს, ხო, აი. და სწავლაში გონი პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლაში პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ ეს შედეგი შეიძლება ძალიან განსაზღვრული შეფასების პრობლემა ეს არის ხშირად აი განსაზღვრული შეფასებასაც რამდენიმე მოდელი აქვს და აი ის მოდელი რომლითაც განსაზღვრული შეფასება ვთქვათ არის უფრო არა ხშირი, არამედ ვთქვათ რამდენიმე ეტაპად განსაზღვრული პირობითად სასწავლო წლის განმავლობაში 6 ჯერ ხდება განსაზღვრელად მოსწავლის შეფასება, ხო? აი მაგალითად 6 ჯერ, 8 ჯერ, ვთქვათ, ხო? ანუ 4 ჯერ. აი ამ ტიპის განსაზღვრული შეფასება თავის სუსტ მხარეს კარგავს წაღარაზეს ლაპარაკობთ, რომ მოკლე პროცესში შედეგების ზომვა ძალიან რთული და შეიძლება შეცდომა შემყვანიც კი იყოს პირიქით, ხო? შესაბამისად, ასე განსაზღვრული შეფასება თავის სუსტ მხარეს კარგავს და აქვს ძლიერი მხარე და ხდება მეტად ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული განსაზღვრული შეფასება, სადაც მოსწავლეს სხვადასხვა ფორმით, აი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, თან თემებთან დაკავშირებით, ხო, სადაც განსაზღვრული შეფასება შედეგი უნდა შეფასდეს, სხვადასხვა ფორმით აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ცოდნა დაამტკიცოს, ანუ შედეგზე გავიდეს, ხო? ეს არ დაიწყება მარტო გაკვეთილით და არ დამთავრდება გაკვეთილით, არ იქნება მხოლოდ წერით, ან არ იქნება მხოლოდ ზეპირად, იქნება წერით, ზეპირად, გაკვეთილზე, ექსკურსიაზე, რა ვიცი, მე ავტობუსში თუ შეგხვდა და იქ გესაუბრა რაღაცაზე, მათემატიკაში, მაგრამ მაგაც ცოტა მოწმენა გვინდა, ხო? ისე მაგას ყოველ დღე თუ ნიშნები ყოველ დღე ნიშნების წერა ამ ბავშვის გამოჭერაზე ორიენტირებული უფრო გამოდიხარ, ან არასწორად ეს თვითონ კონტროლის და მართვის მექანიზმი არის საზოგადოებისთვის ეს ნიშნების ხშირი წერა რა, აი დღეს 7-იანია. მან ნახეთ ყოველ დღე ქულები, აი მნიშვნელოვანი რაცაა, ეხლა ცოტა ისეც რომ ვისაუბროთ. აი შეკითხვა თან თუ კი დავსვავთ შეკითხვას, აი ყოველ დღე როგორ შევა მოსწავლის შედეგი გავზომე, რა არის ჩემი განსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმი, ამ კრიტერიუმი ხომ უნდა მქონდეს, რომ ქულა დავწერო რა და ასეთი განსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმი თავის თავში არახარისხიანია, ხო, რომ თუ კი ეს ყოველ დღე იწერება, ან რა ვიცი, ყოველ კვირაში 3 ჯერ ეს ქულა და ნიშანი. თავისთავად კრიტერიუმი ან ესე იგი ძალიან მარტივი კრიტერიუმი და რეალურად ცოდნას რას ვეძახით, როცა მოსწავლეს შეუძლია საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ფაქტების და მოვლენების ჩამოთვლა და აღწერა, არამედ მსჯელობა და დასკვნების გამოტანა და შეფასება, ხო? შეფასების კრიტერიუმი ესე იგი როგორი უნდა მქონდეს მყარი და ესეთი კარგი, ხო? შეფასების კრიტერიუმი მყარი და კარგი თუ მაქვს, ანუ ყოველ გაკვეთილზე ამ ასეთი ძლიერი შეფასების კრიტერიუმის ქულის დაწერა უკვე შეუძლებელი ხდება, რაც ლოგიკურია. ხო, შესაბამისად, აი ხშირად ნიშნების წერა ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით შეფასების კრიტერიუმი, ანუ რაშიც იწერება, ქულა ის შეფასების კრიტერიუმი არ არის მყარი და არ არის კარგი, ვალიდური არ არის შეფასების კრიტერიუმი, ესე იგი, ხო? სადაც არ ჩანს ის, რომ მოსწავლეს ჭირდება ძალისხმევა, ჭირდება მართლა მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლენა და ჩვენ თუ ქულას ვწერთ არა მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლენებაში, ესე იგი, ჩვენი შეფასების კრიტერიუმი უხარისხოა თავისთავად, ხო? არავალიდურია. უბრალოდ ბავშვმა რაღაც ფაქტი მოვლენა თუ ჩამოთვალა, ან რაღაც გაიხსენა რაღაცები, თქვა, მხოლოდ და ამაში აი ისე დავწეროთ ახლა, ისე რომ გადავიდეთ, აი ამაში თუ ქულას წერ, ამაში დაწერილი 10-იანი. აი ფაქტია, რომ აი ყოველთვის როცა გვაქვს საუბარი აი შეფასებაზე, განმავითარებელ შეფასებაზე, ყველა ძალიან მოწონს იდეა განმავითარებელ შეფასებაზე, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ აქცენტს ვაკეთებთ პროცესზე, ცნებების გააზრებაზე, ბავშვს უფრო მეტი დრო აქვს და მეტი საშუალება თავისი ცოდნა დაადასტუროს და განავითაროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამის ასე ვთქვათ, ამაზე გადასვლას სრულად ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. იმიტომ რომ მაინც ითხოვს საზოგადოება განსაზღვრულ ნიშანს. რას ფიქრობ, რატო არის ეს? რით არის გამოწვეული? იმით არის გამოწვეული, რომ თუ კი ზედაპირულად შევხედავთ და ნუ ლოგიკურია, რომ ისე ზედაპირულად რო შევხედავთ, ქულა ნიშანი არის გასაზომი, ანუ მშობელი ამით ზომავს, რომ ჩემმა შვილმა რაღაცა იცის, ან რაღაცა არ იცის, ან რაღაცა გამოწვევა აქვს, ამით გაზომავს. კი, მაგისთვის კარგი საშუალებაა ქულა. უბრალოდ კიდევ ერთხელ
ყოველ დღე და ხშირად ამის ზომვა თავისთავად არასწორია. ერთი, იმიტომ რომ არ იზომება ასე ყოველდღიურად, შეუძლებელია გაიზომოს ცოდნა და მეორე, თუ კი იზომება, აი აბსოლუტურად არ ცნობილი, რომ არახარისხიანად იზომება, ესე იგი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თუ კი დავსვათ შეკითხვას, აი, რისი გაზომვა უნდა მშობელს? ცოდნის, ხო? შეკითხვა რა არის ცოდნა? ცოდნა არის, როდესაც მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არა მხოლოდ დასახელება ან აღწერა ამის, ხო, ამაზე მსჯელობა, განზოგადება და შედარება, შეფასება, გაკრიტიკება და ასე და ფუნქციურად გამოყენება, ხო, შესაბამისად ფუნქციურად რთული სააზროვნო ოპერაციების განხორციელება, როცა უწევს ბავშვს თავის გონებაში და ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ იმას ვკუნდებით, ასე ვთქვათ, კრიტერიუმი თუ გაქვს ვალიდური და მყარი ხარისხიანი, ამის ყოველდღიურად გაზომა შეუძლებელია და ჩვენი ამოცანა ალბათ ისაა, რომ საზოგადოებას დავეხმაროთ გააზრებაში, რომ გაზომვა კარგია, ოღონდ რას ვზომავთ და როგორ ვზომავთ, რა ხარისხით ვზომავთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ხო? შესაბამისად ისე დავამატებდი, რომ არ უნდა ვიჩქაროთ. ბოლოს ეს იდეა ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ვიცოდეთ სად აი ეგ თავისთავად. თორემ ისე არ სიჩქარე ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არა, ეგ აუცილებელი პირობები არის. და მოვდივარ, რომ ვიცით რა გვინდა და მადლობა ღმერთს ჩვენ სკოლაში ვიცით რა გვინდა, იმიტომ რომ შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები გაქვს განსაზღვრული, შუალედურ მიზნები დადგენილია ყველა საგანში, ყველა კლასში, ეგ ძალიან კარგია და უბრალოდ აი როცა ვიცით რა გვინდა აი მისვლის გზაზე პროცესში არ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ განმეორდები შენ გიზიარებდი წინა კვირას, რომ აი სადაც კი ვიჩქარე, აი სადაც კი არ ვაცადე, ასე რომ ვთქვათ, ბავშვს კლასს ან რაღაცა ყოველთვის ის შედეგი ვერ გავედი მშუალედურ მიზანზე, რაც მინდოდა. სადაც კი ვაცადე, სადაც კი მოვითბინე, სადაც კი ბავშვებს მივეცი საშუალება, რომ ეჩვენებინათ თავისი პროგრესი, იქ ყოველთვის შედეგი უკეთესი იყო. ხო, აქ მნიშვნელოვანია, აი დავამატებ, რატომ არის ეს შენი რეფლექსია, ხა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ და ზოგადად რეფლექსია მასწავლებლის ამ განმავითარებელ ან ნებისმიერ შეფასებაზე როცა ვსაუბრობთ, აი თქვათ განმავითარებელზე ამ შემთხვევაში მხოლოდ მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება არ არის განმავითარებელი შეფასების საგანი, ეს ერთ-ერთი კომპონენტია იმ 4-დან, რომელიც აქვს განმავითარებელ შეფასებას. ეს არის კომენტარი ანუ პირველი რაც არის, უნდა დავადგინო ზუსტად მოსწავლეს რა აქვს გამოდის კარგად და რა არ გამოდის. ამის შემდგომ აი ის მეორე არის, ხშირად მხოლოდ მაგას ვეძახით ზოგადად განმავითარებელ შეფასებას, ეს არის მეორე კომპონენტი, მხოლოდ ანუ 1/4 ამ საქმის, როცა მოსწავლეს ვეუბნებით, რომ აი ეს რო კარგად გააკეთე აი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ან უზუსტებთ რა მიღწევა აქვს და რა გამოწვევა აქვს და ამას ვეუბნებით ბავშვს კომენტარს რო ვაკეთებთ ან ზეპირი ფორმით და თუ ზეპირად ვერ გაიგო და გვინდა რომ აი მშობელმა რომ დიაგნოსტირება გააკეთოს და საქმის კურსში ჩავაყენოთ წერილობითი ფორმით შეიძლება გავაკეთოთ აი ამით ეს უფრო კარგი მდგენელია რომ მშობელმა ან დაინტერესებულ მშობელმა ამ შემთხვევაში გაიაზროს ბავშვი სად არის ეს ოღონდ მხოლოდ 1/4 საქმის და გაცილებით ჩემი აზრით გაცილებით მნიშვნელოვანი არის მეოთხე კომპონენტი, მესამე კომპონენტი მოსწავლე როცა თვით შეფასებას აკეთებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ძალიან მარტივადაა საქმე, როცა ვაფიქრებ წაღან მაგაზე ვლაპარაკობთ, აი რაც კარგად გააკეთა, რატო გააკეთა კარგად, აი რა იყო ის რაც რამაც გაუადვილა და რამ გაურთულა. ეს მესამე კომპონენტი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მეოთხე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებლის თვით შეფასება. განმავითარებელი, ანუ შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი არის მასწავლებლის შეფასება. ესაა მნიშვნელოვანი, რომ მე მასწავლებელმა დავადგინე რომ აი სასწავლო პროცესში ვთქვათ 10 გაკვეთილის განმავლობაში როცა მქონდა რაღაც დავალებაზე მუშაობდი დავალებაზე კონკრეტული საკითხების აი რამდენად უზრუნველყო ჩემმა რესურსმა, ჩემმა მეთოდებმა, აი ამ თვითონ დავალების პირობამ ის რომ მოსწავლეს ცოდნა შეეძინა და უნარები გაეაქტიურებინა. ეს თუ მე არ დავადგინე, ისე აი დანარჩენი სამი კომპონენტი განმავითარებელი შეფასების ფაქტურად ამ ყველაფერს ოდის ვაკეთებ, როცა არ ვჩქარობთ. იხდით, როცა გადარბენაზე ეს დაფიქრების საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ რა გამოგვივიდა, რა არ გამოგვივიდა და რა შეიძლება გაუმჯობეს. კიდევ აი ამას ხელს უშლის ის, რომ ჩვენ არ შეიძლება მოკლევადიან ინდიკატორებად დავუყოთ სასწავლო პროცესი და შედეგები, ამას უშლის ეს ხელს და თუკი ეგრესტებული შუალედურ მიზნებად მაქვს დაყოფილი, ანუ რომელიც გრძელდება რაღაც პერიოდის განმავლობაში, ხო, საკმარის პერიოდის განმავლობაში, 1 თვე ან თვე-ნახევარი თუ 2 თვე, რამის შეგვაქვს, მოკლედ რაღაც ისეთი პერიოდის განმავლობაში, რომელიც მაძლევს საშუალებას დავფიქრდე ზუსტად, აი, ჩემს მიერ განხორციელებულმა სასწავლო პროცესმა, აი, ჩემმა რესურსებმა, მასალამ, შინაარსმა, დავალების პირობამ
და ზოგადად ამ პროცესმა რამდენად უზრუნველყო მოსწავლის უნარების გააქტიურება და თუ არ უზრუნველყო, რატომ არ როგორც მოსწავლე უნდა დავაფიქროთ საკუთარ პროცესზე, ასევე პირველ რიგში მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს საკუთარ პროცესზე. ეს არის განმავითარებელი შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩემი აზრით. იმიტომ რომ შეუძლია ნახე, იმიტომ რომ ხშირად აფასებენ ბავშვების უნარ-ჩვევებს ისე რაღაცნაირად არ გამოუვიდა, არა აქვს შემოქმედებითობა, ან აქვს კრიტიკული აზროვნება, არ აქვს. რაღაცა ისე ყოფენ და სინამდვილეში ესეც სინამდვილეში განმავითარებელი შეფასება მოსწავლის უნარების გააქტიურება არ გააქტიურებაზე მასწავლებელს მიემართება პირველ რიგში, რომ მე მასწავლებელმა ჩემი პროცესის რამდენად უზრუნველყავი, რომ ეს გაეაქტიურებინო ბავშვს. ხო, იმიტომ რომ მე თუ მაქვს სალექციო მეთოდი და 40 წუთი თუ საუბრობ კომუნიკაციის უნარების განვითარებას და თუ ვაფასებ რომ მოსწავლე არა აქვს კომუნიკაციის უნარები განვითარებული და მოსწავლეს არა აქვს შემოქმედებითი უნარი განვითარებული, ასე კაცრად თუ შევაფასე, ხო? ან თუ შეფასების კითხვებში მაქვს შემოქმედებითი უნარები რაღაც აქვს შემოქმედებითი უნარები, ხო, ზოგჯერ აფასებენ ასე ბავშვს. მე თუ სალექციო მეთოდებზე ვაქვს დაფუძნებული და მთელი გაკვეთილი მე ვსაუბრობ და ბავშვი უნდა მისმინოს, ანუ ცოტა არასწორი გამოდის მე ჩემს მიერ მის შეფასება მის შემოქმედებით უნარ-ჩვევებზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, კომუნიკაციის უნარებზე და სხვა ესეთ მნიშვნელოვან ეგრეთ წოდებული ფუნქციურ კომპონენტურ უნარებზე, ხო, ეს მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს ჩემი აზრით. ხო ყველაფერი რასაც შენ ახლა ჩამოთვალეს 4 კომპონენტს ხატავს იმას, ახლა ჩახოვასარეთ გამომივიდა, მაგრამ როცა ჩვენ ვიცით რა გვინდა უკვე აღარ გვეშინია რომ სადღაც გვეჩქარება. უნდა დავფიქრდეთ და ნახოთ რა გავაკეთეთ კარგად, რა ვერ გავაკეთეთ, რა არ გამოგვივიდა და ამაში შეფასების კრიტერიუმს გვეხმარება ძალიან კარგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს როდესაც ასე მკაფიოდ გვაქვს გააზრებული რა კურსი საითაც მივდივართ, რა გვინდა და ამის შესაბამისად გვაქვს რაღაც საინტერესო დავალება, შეფასების კრიტერიუმები, რესურსები მასალა მობილიზებული, ეს არის ყველაზე კარგი და ერთადერთი საშუალება ეგრეთ წოდებული დიფერენცირების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს სასწავლო პროცესში, მე თუ მაქვს მასწავლებელს გააზრებული ეს რა კურსი, ხო, წაღარას ვაპარაკობთ. ამის მიხედვით სასწავლო პროცესი რო წარიმართება, მე ვაკვირდები თითოეულ ბავშვს ძალიან მარტივად, ვის სადა აქვს გამოწვევა და შესაბამისად ვაკეთებ მათთან ჯერ ერთი განმავითარებელი ეგრეთ წოდებულ კომენტარს, ანუ დიაგნოსტირებას პროცესში ვახდენ ბავშვის გამოწვევის, ხო? და ვუკეთებ შესაბამის კომენტარს და არა მხოლოდ კომენტარს ვუკეთებ, არამედ თქვა თუ საჭიროა შესაბამის რესურსს ვადან სახლში მას, თქვა შენ ეს დამიმუშავე, თქვა ამას მიაქცე სახლში, ხოლო ეს კარგად წაიკითხე, რომ ვიცი, თქვა აქ გამოწვევა აქვს. მეორე ბავშვს თუ სხვა რაღაცაზე აქვს გამოწვევა, იმას სხვა ტიპის დავალებას ვაძლევ, რუტინულ საშინაო დავალებას პირობითად. ესე იგი ეს ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა და დისკუსიას დაფუძნებული სწავლებაც, ხო, როცა სასწავლებლო დისკუსია ამით ყველაზე კარგი საშუალება მოახდინოს დიაგნოსტირება მოსწავლის საჭიროების და გამოწვევის რა და ამის შესაბამისად გაუკეთოს დიფერენცირება. იგი შემოქმედებითი პროცესი, ბოდიში შემოქმედებითი პროცესი მართლაც უზრუნველყოფს დიფერენცირებას, იმიტომ რომ როცა შენ ცდილობს მრავალფეროვანი რესურსის შესთავაზო მოსწავლეს, ატოს ცდილობ, იმიტომ რომ შენ ცდილობ ყველა ბავშვის ინტერესი დაიჭირო როგორღაც. ოღონდ კონკრეტულ მიზანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეხლა თუ გვაქვს მაგალითად რაღაცა ცნება პიროვნების გასაზრდელად მოსწავლე უნდა გაიაზროს, რომ ადამიანს აქვს მოთხოვნილებები, საჭიროებები და ასე შემდეგ, თქვათ შეგაქვს შესაბამისი რაღაც, მითები, ბერძნული მითოლოგიიდან, მაგრამ შეგაქვს სხვადასხვა ისტორია. იქნება ერთ ბავშვს სხვა ისტორია მოეწონოს, მეორეს სხვა ისტორია მოეწონოს, თავარია რომ ამ რაღაც კონტექსტში ბავშვმა იფიქროს ეს კონკრეტული უნარები გაააქტიურდეს და რაღაც პროცესში ჩაერთოს და კი და ასე უფრო მეთან სინამდვილეში აქ საკითხისა და საინტერესო რომ სინამდვილეში ასე უფრო მეტი მუშაობა უწევს ბავშვს, ოღონდ მეტი მუშაობა უწევს ბავშვს მისთვის საინტერესო კონტექსტში და ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ რეალურად ბავშვი აქ გაცდებით მეტ რესურსს ამუშავებს, ვიდრე კლასიკური ტრადიციული პედაგოგიკის დროს. შეიძლება უფრო მეტ რესურსს. კი, მაგრამ რა იცი, ძალიან დიდი ცდუნება, როგორ თქვა, ცოტა სხვა თემა იყოს, მაგრამ საშინაო დავალებების საკითხის კავშირში ამასთან, იმიტომ რომ ჩვენ გონიათ რომ რაც უფრო ბავშვი ბევრი აქვს რაღაცების აკეთებელი სახში, თითქოს უკეთესად სწავლობს ან უკეთესი პროცესი მინდა სასწავლო. პირიქით. არა და რომ დავფიქრდეთ ბავშვი თუ საგაგოთო პროცესში მუშაობს, ამუშავებს იმ საკითხს და თამით უმეტეს ჯგუფში აკეთებს ამ ყველაფერს დისკუსია მოყვება და მისი ვთქვათ მიგნებების შემოწმება ან გაზიარება კონკრეტული პროცესის ხო უკეთესია შემეცნების პროცესი. თავისთავად. და სახში ბევრი რა
აი ბევრის ორი ნაწილი არის. ერთი ჯერთ რატომ ვაძლევთ ბევრს და მეორე ბავშვი თუ მთელი დღე სწავლობს, ხო არის მის კითხვა რომ ბავშვი ვერ ძლებს ამას. ხო? თუ ვერ ძლევს ის იტანჯება და ტანჯული ბავშვი ვერ ძლევს ესე იგი საგაკეთილო პროცესი ან ძირითადი პროცესი არასწორად არის წარმართული ან არ არის მთლად მასზე ორიენტირებული. ხა ცნობილი ფაქტია საშინაო დავალება არის საკლასო სამუშაოს გაგრძელება, ხო რაღაცა მსგავსი რაღაც უნდა გააგრძელოს და რაღაც პატარა სამუშაოებელი ქონდეს თორე ხა საშინაო დავალება და იმით განსაზღვრა რომ ვაიმე იმიტომ არის ეს ვიღაცა მაგარი სასწავლო პროცესი აქვს და ისე ბევრი აქვს ბავშვს ასწავლო და თავს ვერ ყოფს წიგნიდან რა ვიცი. ხო არა ცნობილი ფუნდამენტური კრიტერიუმია ცნობილი დასკვნა აქაც და ესეც კოლექტივებს ეფუძნება 2019 წელს რომ თავარი დასკვნა რა არის საბოჯამში როგორც კვლევებია შესაძლოა თავარი ის კი არ არის რომ საგანზე კონკრეტულ საგანზე საკითხზე თქვა საგანზე რამდენ დროს ხარჯავს ბავშვის სწავლაში შესწავლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბავშვ პროგრესი რა აქვს ამასთან დაკავშირებით ეს ძალიან მარტივია თითქოს მაგრამ სინამდვილეში ამის უგულებელ ყოფა ხდება ხშირად ამბობენ რომ ამის 12 საათამდე ახლის თავს რაღაცას და რა როგორი დატვირთულია ბავშვი და სინამდვილეში ეს ღამის 12 საათამდე თავს ახლის რაღაცას ეს ალბათ და დიდწილად ნიშნავს იმას რომ ბავშვის არსებული ცოდნის დონე და პოტენციალი რასაც ვთხოვთ ერთმანეთსგან სხდება და თუ კი ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, ესე იგი ბავშვის სიამოვნების ცოდნას ვერ იძენს, ვერ შეიძენს 12 საათამდე, 2 საათამდე და 12 წელიწადის რო დაახავს, ანუ შეუძლებელია გამორიცხული რომ იმან ცოდნა შეიძინოს, უბრალოდ დაიტანჯება ის და ექნება იმ კონკრეტული საგნის ან მასწავლებლის სკოლის და ზოგადად სწავლის მიმართ და ცოდნის შეძენის მიმართ ცუდი დამოკიდებულება, ხო? აპათია. ხო, მოგეთ ჩვენი დღევანდელი საუბარი შევაჯამოთ, ალბათ ის შეიძლება დავასკვნოთ, რომ თუ ჩვენ გვაქვს განსაზღვრული სწორად რა გვინდა, რა მიზანი გვაქვს და ამაში გვეხმარება, რა თქმა უნდა, ვალიდური შეფასების კრიტერიუმები, ხო? მე უკვე შეგვიძლია ვიყოთ, ასე ვთქვათ, შედარებით მშვიდად, არ ვიჩქაროთ და ნელ-ნელა მივიდეთ იმ მიზნამდე, რაც დასახული გვაქვს, გავითვალისწინოთ მოსწავლის საჭიროებები, განსხვავებული ინტერესები, კარგად გვახსოვდეს, რომ სწავლა არ არის რაღაც მარათონი და რაღაც უბრალოდ მოკლევადიანი შედეგები, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, სადაც ბავშვი ივითარებს როგორც ცოდნას, ასევე უნარჩვევებს და ხშირად დავფიქრდეთ რა გამოგვდის, რა არ გამოგვდის და რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთესად. კი, და საკვანძო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბავშვი ეგრესიულ და უმნიშვნელოვანეს უნარებს ივითარებს, კარგად და უვითარდება და უაქტიურდება, მხოლოდ საინტერესო და კარგად დაგეგმილი და წარმართული სასწავლო პროცესის დროს, ანუ როცა კეთებით პროცესი არის. როცა აკეთებს, იმიტომ რომ უნარები არ ისწავლება, ეს ცნობილი ამბავია, უნარები გამოუმუშავდება, ანუ ვითარდება. და უფრო მეტიც უნარის პოტენციალი ყველა ადამიანს და ყველას აქვს, უბრალოდ ამ უნარებს გააქტიურება ჭირდება და როდის გააქტიურდება, როცა შესაბამისი სარბიელი აქვს მოსწავლეს. ანუ ისეთი სასწავლო პროცესია, სადაც აქვს იმის შესაძლებლობა. ბევრი რაღაცა უნდა ვცადოთ და არ უნდა გავჯიუტედეთ რაღაც მეთოდში, ხო? რომ ეს დემონსტრაცია ძალიან კარგია და არ შეუძლია ყველაფერს. რა მადლობა თორნიკე საინტერესო საუბრისთვის. ძალიან საინტერესო საკითხებია და იმედია კონცენტრირებული ვიყავით რაღაც კონკრეტულ ერთ მიმართულებაზე და არ გადავდიოდით საკითხიდან საკითხზე. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, თუ რაიმე თემა გაინტერესებთ სასწავლო პროცესთან, შეგიძლიათ მოგწეროთ კომენტარის სახით და აფიქსიროთ და ჩვენ შემდგომ შემოგთავაზებთ შესაბამის კონტენტს. მადლობა ყურადღებისთვის, თორნიკე, თქვენ თუ რა გაგვცეთ თქმელი? არაფერი, მადლობა ყურადღებისთვის. და ყველაფერი კარგად იქნება თუ კი განსაზღვრული მიზნების შესაბამის ნაბიჯებს გადავდგავთ და ასე ვთქვათ მოსწავლეზე ორიენტირებულად წარმართავთ სასწავლო პროცესს. კი, ნამდვილად ეგრეა, ნახვამდის, მადლობა.